მიუხედავად ბოლოდროინდელი განწყობებისა და ერთგვარი დაბნეულობისა, რომელიც ვაშინგტონის პოლიტიკამ კიევთან დაკავშირებით გააჩინა, დღეს კიევში ნამდვილად ისმოდა ერთიანობის ხმა, ერთიანი პოზიციები და უნდა ითქვას ის, რომ ეს არ იყო ცალმხრივად ევროპული მრავალხმიანობა. ჩვენ მოვისმინეთ კანადის, თურქეთის, იაპონიის და სხვა სახელმწიფოების სოლიდარობა უკრაინის მისამართით ომის დაწყებიდან, ასე ვთქვათ, 3 წლის თავთან დაკავშირებით იმ სამიძე, რომელსაც კიევი მასპინძლობდა და კიევი იცით, რომ მასპინძლობდა დღეს არაერთ ლიდერს, ნაწილს კი დისტანციურად უსმენდა მათ გზავნილებს და სოლიდარობას და უნდა ითქვას ის, რომ აი გზავნილების მოსმენის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა გზავნილები თავად მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის მოსკოვში და ერთ-ერთი რაც ვლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა არის ის, რომ მოლაპარაკებების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ტყვეების გაცვლა მოსკოვსა და კიევს შორის ყველას სანაცვლოდ. აი ასეთი გზავნილი ჰქონდა მას და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, პოზიტიური დასაწყისი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მეტი დეტალი მას ამ მოლაპარაკებების ირგვლივ არ გაუჟღერებია. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ ამერიკული ხმა, უნდა ითქვას, რომ აი სამიძე არ იმყოფებოდა მაღალი რანგის წარმომადგენლები ვაშინგტონის მხრიდან, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებები აი მინერალების გარიგებასთან დაკავშირებით პოზიტიურად ვითარდება და სულ ესე ვთქვათ ბოლო ეტაპზე არის, ხელმოწერა აღარ რჩებაო. ამას აღნიშნავენ როგორც ვაშინგტონში, ისე კიევში, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო უკრაინამ, რადგან მოგეხსენებათ მანამდე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის სიმდიდრეზე კიევი ამერიკის წვდომას უარყოფდა, რადგან ფიქრობდა, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იყო მისთვის საკმარისი. როგორც ჩანს, გახდა საკმარისი და ამ დეტალებს ყველა დიდი ინტერესით ელოდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ვლოდიმერ ზელენსკის პირადად გამოსვლაზე არ უსაუბრია სამიტის დროს, მან ფართოდ ამ 3 წელზე გააკეთა აქცენტი და იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტა სამშვიდობო პროცესში ახლა. პუტინის ეგრეთ წოდებული სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან 3 წლის თავზე უკრაინა ცოცხალია. იბრძვის და ჰყავს იმაზე მეტი მეგობრები მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე. არავის ჯერა რუსეთის ტყუილების ჩვენი სახელმწიფოზე და ჩვენი ხალხის შესახებ, მათაც კი, ვინც ამ ომში სამწუხაროდ რუსეთის მოკავშირეებად იქცა. ყველას მშვენივრად ესმის, რას და ვის უჭერს მხარს. ისინი დგამენ განსხვავებულ ნაბიჯებს, მოიპოვებენ ფულს რუსეთთან ურთიერთობით, თუმცა ვერასდროს შეძლებენ მოიპოვონ პატივისცემა. წლევანდელი წელი უნდა გახდეს ნამდვილი და საიმედო მშვიდობის დასაწყისი. პუტინი არ გვაჩუქებს მშვიდობას, არც რაიმე სანაცვლოდ მოგცემს მას. ჩვენ უნდა მივახციოთ მშვიდობას ძალით, სიბრძნითა და ერთობით, ერთობლივი თანამშრომლობით. ერთ საათში მშვიდობას ვერ გამოაცხადებ. ეს ვერც ერთ დღეში მოხდება, ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. სამწუხაროდ ეს არის რეალობა. ომი დაიწყეს უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად უკრაინა უნდა იჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე. რუსეთის სტრატეგიული ინტერესია ევროპა, ევროპის ცხოვრების სტილი, ასე რომ ევროპის უსაფრთხოება და ბედისწერა ვერ გადაწყდება ევროპის გარეშე. უკრაინა, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ვიყოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან რუსეთის წინაშე, რათა მშვიდობის საჭიროება არ გადათეთრდეს ნორმალიზებისა და გადატვირთვის დაპირებებით. რუსეთი ევროპული ერების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა. ისაა თავისუფლების, ღირსებისა და ერთობის მტერი. კრემლი ცდილობს დაანაწევროს ევროპული კონტინენტი და დომინაცია მოიპოვოს მასზე. არ არსებობს უკრაინაზე გამოცდილი ქვეყანა რუსეთთან ომში. ჩვენ უკან გამოცდილი ჯარი და ინოვაციური სამხედრო ინდუსტრია დგას. უკრაინა მუდამ იყო და იქნება ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენი ერთობა კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ვიდრე მხარდამხარ ვიდგებით, ვერავინ დაგვამარცხებს. ჩვენ ევროპისთვის მოვიპოვეთ ძვირფასი დრო, რათა დაიცვან კონტინენტი კატასტროფისგან. დღეს ომი შუაგულ ევროპაშია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიდგას დასავლეთით, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთად. ჩვენ დავიცავთ საერთო სახლს, ჩვენ ვენდობით ევროპას და საერთაშორისო საზოგადოებას ამ გადამწყვეტ მომენტში. ახლა ძლიერი და ერთიანი ევროპის დროა, სადაც უკრაინას თავისი ღირსეული ადგილი აქვს. ეხება თავად კიევში ჩასულ ლიდერებს, მათი გზავნილები ჟღერდა იდეალისტურად, ოპტიმისტურად და ზუსტად ისე, როგორც ჟღერდა 3 წლის წინ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ განცხადებებში იკითხებოდა ის, რომ მსოფლიოს აქვს განცდა, რომ უახლოესი თვეები იქნება გარდამტეხი და გადამწყვეტი და აქვს განცდა ასევე იმისი, რომ მათ შეუძლიათ შეიტანონ გარკვეული ცვლილებები და იქონიონ ეფექტი საბოლოო შედეგზე, რომელიც უნდა მიიღონ. საბოლოო შედეგი კი მსოფლიო ლიდერების განცხადებით უნდა იყოს უკრაინის სასარგებლო და უნდა იმუშაოს მსოფლიო იმაზე, რომ უკრაინა ძლიერად პოზიციონირებდეს, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებათა მაგიდაზე, სადაც ასევე უნდა იმყოფებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები.
და ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე სიახლეც, შეიძლება ასეთი ითქვას, რომელიც არის ასე ვთქვათ თანხმედრაში იმ პოლიტიკასთან, რაზეც ევროპელები და სხვა დასავლელი ლიდერები საუბრობდნენ. ერთი ის, რომ მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ დააწესეს სანქციები, ნაწილმა კი გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ჩრდილოვან ფლოტს, ასევე სხვადასხვა იურიდიულ პირებსა თუ კომპანიებს. გარდა ამისა, მოვისმინეთ ჩვენ მსოფლიო ლიდერებისგან ის, რომ გეგმავენ დამატებითი მილიარდი დოლარის ოდენობის, ევროს ოდენობის, ესე ვთქვათ, ხარდაჭერის გაგზავნას უკრაინისთვის და სულ უფრო მეტად ისმოდა ასევე სამხედრო დახმარების საჭიროებაზე საუბარი. მათ შორის იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის და არა მხოლოდ ის, რომლებიც აღნიშნავდნენ იმას, რომ გაგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო კომპონენტში იმისათვის, რომ ის იყოს ძლიერად წარმოდგენილი. 2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელშიც ყოველდღე ვცხოვრობთ. მაშინ რუსეთი შეიჭრა მშვიდობიან ქვეყანაში, პუტინის იმპერიალისტური ამბიციების გამო. სასწორზე არ დევს მხოლოდ უკრაინის ბედისწერა. სასწორზეა ევროპის მომავალიც. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ უკრაინას. დღეს აქ ვარ, რათა გამოვთქვათ ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი და სუვერენული უკრაინა მთელი მსოფლიოს ინტერესია, რადგან ავტოკრატები ძალიან დიდი ყურადღებით გვაკვირდებიან. არსებობს თუ არა შეკავება მაშინ, როდესაც მეზობელი სახელმწიფოს მიტაცებას შეეცდები. ეს ეხება ყველა კონტინენტს. უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია მომავალი ომების თავიდან ასარიდებლად. ევროპა აქაა იმისთვის, რომ გაგაძლიეროთ ამ კრიტიკულ მომენტში. ეს დამატებით გულისხმობს 3.5 მილიარდ ევროს მხარდაჭერას მარტში. გეტყვით იმასაც, რომ გაიმართება ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა, სადაც წარმოადგენთ ხელშესახებ გეგმას ევროპისა და უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გეგმას. ეს იქნება გეგმა უკრაინისთვის და ევროპისთვის. ჩვენ გვჯერა უკრაინის ევროპული მომავლის და მასზე ერთად ვიმუშავებთ. ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას რაიმე სახით უნდოდა. ეს ომი დაიწყო რუსეთის სურვილით, რომ გააქროს უკრაინის ისტორია და აღადგინოს იმპერია. ესაა ომი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ ვერ დაბრუნდებით წარსულში. უნდა მოვინდომოთ, რომ უკრაინა იყოს დაცული და მივაღწიოთ მშვიდობას. ჩვენ უკრაინის პარტნიორები ვართ ომის პირველი დღიდან და ასეც გაგრძელდება. თუმცა მეტია გასაკეთებელი. ჩვენ ამ მხრივ გავაგრძელებთ უკრაინის დამატებით შეიარაღებას. ეს კი უახლოეს თვეებში მოხდება. დიდი დისტანციის მიუხედავად, კანადა მიცის, რომ ეს ის ომია, რომელსაც ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა. ვიცით რა დევს სასწორზე. კანადაშიც და უკრაინაშიც. ესაა უკრაინელ ხალხზე, იდენტობაზე, კულტურაზე და არსებობაზე თავდასხმა. ესაა ომი დემოკრატიასთან და თვითგამორკვევასთან. ომი კანონთან და სიმართლესთან. უნდა ვიმოქმედოთ და ამის დრო არის სწორედ ახლა. მარტივი გზავნილი მაქვს. დიდი ბრიტანეთი თქვენთანაა დღეს და ყოველ დღე. მისი უდიდებულესობა მეფიდან დაწყებული უკრაინის საავადმყოფოებში მოხალისედ მომუშავე ბრიტანელებით გაგრძელებული. ახლა ერთობის დროა. ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც მოლაპარაკებები იწყება, უნდა შევძლოთ ერთობლივი მუშაობით შედეგზე გავლენის მოხდენა. რუსეთს ამ ომში ხელთ არ უჭირავს ყველა ბერკეტი, რადგან უკრაინელებს აქვთ გამბედაობა დაიცვან ქვეყანა. რუსული ეკონომიკა კი გასაჭირშია. ფიქრობ, პირველი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. მეორე, გავაგრძელოთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა ის წავიდეს დათმობებზე. სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთის სახელით ვაცხადებ უდიდეს სასანქციო პაკეტს რუსეთზე. ეს შეეხება მათ ჩრდილოვან ფლოტსა თუ ჩინეთში მომუშავე კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს სამხედრო კომპონენტებით ამარაგებენ. მესამე, ჩვენ კოლექტიური ძალა უნდა შევმატოთ მშვიდობას. ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა შეცვალა გლობალური საუბრები და შექმნა შესაძლებლობაც. უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მაგიდასთან. დიდი ბრიტანეთი მზადაა სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს სამხედრო კომპონენტით. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი უკრაინისთვის. თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპა იქნება შემდეგი და სწორედ ეს დევს სასწორზე. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ომის 3 წლისთავს. მსუს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი უყევი მხარდაჭერა მეგობარ უკრაინელ ერს. ყირიმის ანექსიიდან დაწყებული თურქეთი უკრაინის მხარეს მტკიცედ იდგა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. როდესაც 3 წლის წინ ომი დაიწყო, ჩვენ მკაფიოდ გავხადეთ, რომ უკრაინას ვუჭერდით მხარს.
დღეს კი ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ფასილიტაციისა თუ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის საქმეში. ამ გზით ჩვენ მტკიცებთ გავაქვთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ომის მეოთხე წელს კი გაჩნდა შესაძლებლობა დიალოგის, დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი სამხედრო მოქმედებების შეჩერებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებისთვის. ნამდვილი მშვიდობა კი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მაგიდასთან ორივე მხარე სამართლიანადაა წარმოდგენილი. ამ კრიტიკულ მომენტში თურქეთი მზადაა უმასპინძლოს მოლაპარაკებებს. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ მომდევნო წელს ვიზეიმოთ ომის დასრულების წლისთავი და არა პირიქით. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას მშვიდობისთვის. იმედია 2025 წელი იქნება მშვიდობის მშენებლობის წელი. სამხედრო მოქმედებები დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღეს მტკიცე და ხელშესახებ შედეგს. ასე გამოეხმაურა კიევის მხარდამჭერ გზავნილებს სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც თურქ კოლეგასთან ჰქონდა შეხვედრა, თუმცა ეს განცხადება გარკვეულ კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რუსეთისთვის მისაღები შედეგები, მისაღები უკრაინისთვის და ევროპისთვის. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. მე შეგახსენეთ, რომ 24 თებერვალს 3 წლის წინ ფართომასშტაბიანი აგრესია შემთხვევით და მოულოდნელად არ დაწყებულა. ამას წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი სამხედრო კონტინგენტის, ესე ვთქვათ, მობილიზება რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან, რასაც მოყვა უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ამ 3 წლის განმავლობაში ბოლო ცნობები, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ცნობებით, რუსეთის დანაკარგი შეადგენს 95,000-ზე მეტ სამხედროს, ხოლო უკრაინის 45,000-ზე მეტ თუმცა 4,000-მდე ადამიანი არის დაჭრილი. თუმცა გაცილებით დიდია დანაკარგები უკრაინისთვის მოგეხსენებათ, განადგურებულია ქალაქები. ერთ-ერთი პოზიტიური, ასე ვთქვათ, უკრაინისთვის ამ შემთხვევაში მოცემულობა არის ის, რომ რუსეთის ტერიტორიის მცირე, თუმცა მაინც ნაწილს იკავებენ უკრაინის სამხედროები, რაც პირადად უკრაინის პრეზიდენტს და მაღალჩინოსნებს, ასე ვთქვათ, უკრაინაში აძლევს იმის, ასე ვთქვათ, იმედის საფუძველს, რომ მოლაპარაკებთა მაგიდაზე ეს ამას ექნება მნიშვნელოვანი გარდამტეხი როლი.